ოზურგეთში წინა საახალწლო სამზადისი დასრულებულია თეატრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე უკვე მორთეს და კონცერტისთვის სცენაც დამონტაჟებულია. ახალი წლის ღამეს თეატრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის თქმით. ახალი წლის ღამეს ოზურგეთელებს ბევრი სიურპრიზი და ლამაზი შოუ ელოდებათ. ძალიან საინტერესო ახალი წელი გვექნება ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მიხედვით აქ იქნებათ საშუალება უფროსსაც და უმცროსსაც ძალიან კარგად გაერთნენ და შეიქმნა საახალწლო განწყობილება. კულტურის ცენტრს აქვს დაგეგმილი მობილური ტელეფონების გათამაშება, რომელსაც გაათამაშებს თოვლის პაპა და თოჯინების თეატრის მსახიობები და ასევე გვიდებით ბევრ სიურპრიზებს. სიკვდილის გამგეობამ სოციალურად დაუცველ 400-მდე ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცა. თითოეული ოჯახისთვის გადაცემული საახალწლო ნობათი 60 ლარის პროდუქტ შეადგენს. საახალწლო საჩუქრებით ვეტერანები, დამსახურებული მასწავლებლები და 100 წელს გადაცილებული მოხუცების ისარგებლებენ. ჩასჯან იყო 60-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი. წელს უფრო მეტად იმატა არის 400-მდე, რომლებსაც ეს ცივილი საჩუქარი გადაეცემა. პაკეტი რა თქმა უნდა შაშანთან შედარებით ხლა უფრო სასაჩუქრე პაკეტი გაზრდილია. ჩვენ ყველანი აქ ცხოვრობთ უმწეო ხალხი. ძალიან გვეხმარობოდნენ და გვეხმარებიან კიდევაც. დიდი მადლობელი ვართ. დღეს კიდევ რომ მოგვიტანეს დასაჩუქრება, ახალი წელი რომ მოგვილოცეს.